მიუსაფარ ბავშვთა დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრი ემსახურება ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს. აღნიშნულ ცენტრს აქვს ორი კომპონენტი, როგორც თვითონ სახელწოდებაც მიგვითითებს. პირველი კომპონენტი უკავშირდება დღის მომსახურებობას, რომელსაც იღებს დღეში დაახლოებით 15-დან 20 ბავშვამდე და ღამის თავშესაფარი, რომელიც არის კრიზისული ინტერვენციის თავშესაფრის პირობებში, ემსახურება 10 ბავშვს. ძირითადად პირველ ყოვლის აქ ბავშვები შემოყავთ მობილურ ჯგუფებს World Vision-ს, საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision-ს აქვს ორი მობილური ჯგუფი თბილისის ტერიტორიაზე და ერთი მობილური ჯგუფი ამჟამად დაიწყო ფუნქციონირება ქალაქ ქუთაისში. მობილური ჯგუფის მოვალეობას წარმოადგენს მოიძიოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, გაუწიოს მათ პირდაპირ დახმარება თვითონ ველზე. ეს შეიძლება იყოს გადაუდებელი სახის დახმარება, შეიძლება იყოს დახმარება პირადი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მოპოვებაში, შეიძლება იყოს ასევე დახმარება სამედიცინო მომსახურების მიღებაში, შეიძლება იყოს დახმარება საკვები პროდუქტებით და ასევე მობილური ჯგუფის ვალი არის დაამყაროს ბავშვებთან ისეთი ურთიერთობა, რომ შეეძლოს მათი ეტაპობრივი ინტეგრირება ჯერ დღის ცენტრში და შემდგომ უკვე ღამის თავშესაფარში. ძალიან კარგად გვწნობ აქ თავს, დიდი ხანია სახლიდან ვარ წამოსული და დედალაც დანაყოფა მომყვანეს აქ და აქ ძალიან კარგად გვწნობ თავს. ძალიან მაყოფილი ვარ აქ რომ ვსწავლობ წერა-კითხვას. იმიტომ რომ არ ქონდა დედაჩემს იმდენი საშუალება რომ სკოლაში წავიყვანე, სახლში დავიბადე და წერას, კითხვას, შრომას, ადამიანის დაფასებას და ბევრ რამეს ვსწავლობ აქ პირადად. ჩარნეზე ვიყავი მე ხოლმე სულ რა, ხატებს ყიდიდი ადრე და დადიოდნენ World Vision-ის ხალხი მანქანით და საუბრობდნენ ჩვენთან აი ცენტრის შესახებ, რომ გაიხსნებაო რაღაც და მე დავფიქრდი ერთ დღესაც, რომ შევეშვები ქუჩას და წავალ ცენტრში რა. არ მინდა ქუჩა და ქუჩაში ძალიან ცუდ რაღაცებს ვსწავლობდი. გადაწყვიტე აქცია რომ აქედან პირდაპირ სახლში მივდივარ და ქუჩაში იმდენ ხანს აღარ ვატარებ, რამდენ ხანს ვატარებდი ხოლმე რა. ძალიან კარგი ცენტრია და პირობებიც ძალიან მაგარია. მე მაგარად მომწონს. მასწავლებელი მომწონს, ყველანაირი, დირექტორით, ყველანი მასწავლებელი მომწონს. აქ ყველგან კარგად ვსწავლობ. აქ მიჩვენე, სადაც მე ადრე დავდიოდი იტენაში. პროექტი გვაქვს ასევე World Vision-ის ორგანიზებული, ეს არის ბავშვთა ჰოლისტური ფსიქოსოციალური განვითარების პროექტი, რომელშიც მოიაზრება ბავშვების გარკვეულ თერაპიულ კურსში ჩართვა, რომელშიც რამდენიმე კომპონენტია, მათ შორის არტ-თერაპიის, სასულიერო კომპონენტი, როდესაც მოძღვრის მიერ ხდება ამ ბავშვებთან მუშაობა, გარკვეული ღირებულებითი ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე, არის ექსკურსიები, შემეცნებითი ხასიათის მუშაობა ბავშვებთან, საქართველოს ისტორიული ძეგლების დათვალიერება კუთხით გახლავთ ხელსაქმის კურსები, რომლებსაც ეს ბავშვები ეუფლებიან. ჩვენი ტრენინგები არის სასიცოცხლო უნარების ტრენინგები ბავშვებისთვის და ამ პროცესში ვცდილობთ, რომ ამ ბავშვებს ვესაუბროთ და განუვითაროთ უნარები, ის რაც ცხოვრებისთვის აუცილებლად დაჭირდებათ. Როგორც არის, რა ვიცი, ვიწყებთ თვითშეფასებაზე, იდენტობაზე საუბარს, საკუთარ თავზე დაფიქრებას, ემოციების გარჩევას, მათ მართვის სწავლას, ბრაზის მართვა მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანია. ქუჩაში გამეცხოვრა. ცენტრში რო არ მოსულიყავი და რო არ მოხვედრილიყავი. ძალიან კაი ბავშვებიც კაია, მასწავლებლებიც კარგები არიან და ჯერჯერობით კი არა მომწონს და ალბათ მეც მომეწონება. ოცნებას ვერ დავარქმევ, მაგრამ 12 კლასის დამთავრებას ვაპირებ და მინდა რომ იურიდიულზე და ზოოვეზე ჩავაბარო.